გულაბი განგი ქალების ბანდა არისო, რომელიც და 2010 წლიდან მოქმედებს ინდოეთში და ისტორია ამ შექმნის არის, მოდი მოვყვები უცებ. 12 წლის იყო ეს ადამიანი, მოიცა სახელს შევხედო. სამპატ პალ დევი ყოფილა ვიღაც 12 წლის გოგონა, რომელიც ოჯახმა გაათხოვა ძალით. 15 წლისას უკვე შვილი ყავდა და ქმარი ძალადობდა. და ამ ძალადობის მერე თვითონაც თავი ხონა დაეცვა, მოკლედ ჩამოაყალიბა რაღაც ბანდა და არქვა გულაბი განგი და დღეს ინდოეთში ძალიან ბევრ მსხვერპლ ქალს, კაცის შევიწროების მსხვერპლ ქალს ეხმარებიან და თვითონაც კაცებზე ძალადობენ. ძალადობით პასუხიც უდი, ისიც კი ვნახე, რომ პოლიციის განყოფილებებიც კი დაურბევიათ, რომ უსამართლოდ დაჭერილი ქალები გამოიყვანათ იქიდან. ანუ ქალების კაი მებრძოლები არიან ინდოელი. ხო, ინდოელი ხალი ცოტა ის არის. ეს გულაბი განგი გაგიგია თქვენც. გულაბი განგი სახელი გამიგია, მაგრამ მაგი ისტორია არ ვიცი, მაგრამ გულაბი განგი, იმიტომ გულაბი ნიშნავს ვარდისფერი. ხალის ფერია და gang. კარე ერთი ჯგუფი. ხო, ეს განგი მე ჯერთა წავედი მეთქი მდინარის გამოყოფიან. gang. გულაბი gang. ინგლისური სიტყვა რო არის. და ვარდისფერი სარე აცვია სულ ყველას და ეგენი რო ჩდებიან, იქ მოძალადე კაცებს ძალიან ცუდად აქვთ ხოლმე საქმე, მაგრამ თავარი ახლა უკვე დაიწყეს ძალადობის მსხვერპლი კაცების დახმარებაც ამ ქალებმა.